Pools darigებულ პროგრესი გააჩერა ქვეყანაში. ერთი უბრალოდ მე ვიკითხო, რომ ესე იგი თავმოყარეობა ხო უნდა გქონდეს ადამიანს, რომელსაც ფილმები გაქვს გადაღებული, გაკეთებული გაქვს ამ წიგნი გამოცემული და იღებ სტიპენდიას ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილმა მისი პული პროგრესი გააჩერა. ყველაფერი არის დაკავშირებული იმ ადამიანებთან, რომლებმაც მიიღეს მისი პული და გახდნენ მისი იდეოლოგიის მატარებლები. ის 1200 კაცი, რომელზეც ვამბობ ჩვენ, ხელისუფლება თუ ხარ ქვეყანაში, ესე იგი უშიშროების მინისტრის ნათესავის სახში აღმოაჩინე 1200 პაკეტი, რომ თურმე წლებია 1200 კაცი იღებს პაკეტს. ეს პაკეტი რამდენია? 5, 6, 10, 20, 30, 40000 დოლარი თვეში. ვინაა ეს 1200 კაცი? ამას რომ არ ამბობთ, ეს არის ბრძოლა თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ. თქვენ თუ ქვეყანა რომ გიყვარდეთ, ამ 1200 კაცის სიას გამოაყენებდით და მე გარწმუნებთ თქვენ, რომ ხალხს თმა ხალხზე დაუდრება განათლებული ადამიანი დარჩა მარტო. ბიძინა ივანიშვილმა წესიერება გაანადგურა ქვეყანაში, ანუ წესიერი კაცი გაამასხა. რაც უფრო წესიერია, მით უფრო დაჭმულია და რაც უფრო განათლებულია, მით უფრო მარტოა. მეცნიერები ხალხისგან წამოსულ წინააღმდეგებზე დაგდრობით შეადგენენ საარჩევნო სიას და პასუხისგებლობას აიღებენ, რომ ეს ხალხი მეცნიერთა კონგრესი რჩება იმ რგოლად, რომ აკონტროლოს და 2 წლის თავზე რეფერენდუმი ჩაატაროს. ისტორია დასტურებს, ოპოზიცია ისეთივეა, როგორც არის ხელისუფლება. ძლიერი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიცია ძლიერი იყოს. ზუსტი ხელისუფლება ფიქრობს არა ხალხისა და ქვეყანაზე, არამედ ოპოზიციის დასუსტებასა და დამარცხებაზე. ეს ქვეყნის დასუსტებისა და ნგრევის გზაა. ყველაზე მეტად იმ ხალხის მაყურებელს, რომლებიც ხტოს ახტაცებით საუბრობენ მათივე ენით, რომ თქვათ ოპოზიციის გაფაჩაკებაზე. რა გიხარიათ ხალხო, ქვეყანა თავზე გვენგრევა ამისგან. ჩვენ მეცნიერთა კონგრესი და ხალხის დიდი ნაწილი დღეს ერთმანეთს ატოვებთ. ვერ უგებთ ერთი რამის გამო, რასაც ხალხის დიდი ნაწილი დარს უკრავს, მეცნიერთა კონგრესს მიაჩნიეს ქვეყნის უბედურებად. ხალხის დიდი ნაწილი ტაშს უკრავს იმას, რომ გზა გაიყვანესო და რაღაცა გააკეთესო. ამ აქ არის მთელი გუნდობა. დღეს ესე იგი საქართველოს ბიუჯეტი იქცა კორუფციის წყაროდ. საქართველოს ბიუჯეტი არის უკვე კორუმპირებული სისტემა. ორი ხაზგასმა მინდა გავაკეთო. პირველი, საქართველოს პოლიტიკური სივრცე გაიცო გაბოროტებულებით. საქართველოში ხელისუფლებაშიც გაბოროტდნენ და ხელისუფლების ბრძოლაშიც გაბოროტდნენ. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილმა მიხეილ სააკაშვილის სიყვარულამდე მიიყვანა არაერთი და ორი. ან პირიქით, მიხეილ სააკაშვილის სიძულვილმა ბიძინა ივანიშვილის სიყვარულამდე. ან როგორ უნდა გიყვარდეს ბიძინა ივანიშვილი, ან როგორ უნდა გიყვარდეს მიხეილ სააკაშვილი. რომ როგორც ასეთი სიყვარულის, ასეთივე სიძულვილის უკან ფინანსურ მონური ანგარება დგას. რაც თავარია, არა მარტო დაკარგეს ობიექტურობა, როგორც ბატონმა ივანიშვილმა, ისევე მიხეილ სააკაშვილმა, არამედ წაახალისეს ქვეყნის დამანგრეველი ეს პროცესი. ერთსაც და მეორესაც, ანუ ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც უყვარს მაკებრები, კამეონეონები და ტაშის მკვლელები. ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც უყვარს ცოცხალი უნიჭოები და მტარი იჯები.